საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ყაზბეგის მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად კობი გუდაურის საავტომობილო გზის 12 კილომეტრიანი მონაკვეთი დაათვალიერა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები ცოტა ხნის წინ დაიწყო. ეს გზა ბოლოს 22 წლის წინ გაკეთდა და მას შემდეგ რეაბილიტაცია აღარ ჩატარებია. კობი გუდაურის გზაზე მიწის სამუშაოები 1 თვეა მიმდინარეობს, საავტომობილო გზის გარდა რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 ხიდს და აშენდება 1 სრულიად ახალი ხიდი. პროექტის ღირებულება 14,800,000 ლარია. ოქტომბრის ბოლომდე მთლიანად 20 კილომეტრიანი მონაკვეთი და მოქმედი 2 გვირაბი გაკეთდება იმისათვის, რომ ავტოტრანსპორტის განვლადობა იყოს შეუფერხებელი. აქედან გამომდინარე, მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება ძალიან ინტენსიური სამუშაოები. ჯერჯერობით ტექნიკა ნაწილობრივ არის მობილიზებული, დამატებით ამ დღის განმავლობაში ამოვა დამატებითი ტექნიკა. საკმაოდ დატვირთული არის ეს ტრასა და ამ გზის გაკეთება უმნიშვნელოვანესი იქნება არა მარტო ხევისათვის, არა მარტო საქართველოსათვის, არამედ ჩვენი მეზობელი რესპუბლიკებისთვისაც.